ქუთაისში დააკავეს ქალი, რომელმაც TikTok-ის ლაივში შვილიშვილს ცემა. გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურამ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე მოწმის სტატუსით არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაიბარა. 27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 7 არასამთავრობო ორგანიზაციას ანგარიშები დაუყადაღეს. გამოძიება ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზეა დაწყებული. ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა, დაშავებულების კი 2800-მდე. ადგილზე ისევ გრძელდება სამძებრო სამაშველო სამუშაოები. ქალაქ ჯალალაბადის მახლობლად 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს გამთენიისას მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთში, პაკისტანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. კიევში სვიატოშინსკის რაიონში მდებარე სკვერს ქართული ლეგიონის სახელი დაერქმევა. ეს მადლიერების სიმბოლოა იმ მოხალისეების მიმართ, რომლებიც 2014 წლიდან უკრაინის დამცველებთან ერთად იბრძვიან, წერს უკრაინული მედია.